მოგესალმებით ყველას. ახლა მე მინდა ჩავწერო მეხუთე ნაწილი. და მინდა მსმენელს და მკითხველს ასე ვთქვათ, გაუმხილო ერთი რამ, რომ მე როდესაც ვწერდი ამ მოთხრობას, ამ ნაწილზე ყველაზე ამ მონაკვეთზე ყველაზე დიდი ენერგია დავხარჯე. ყველაზე მეტი განცდით მაქვს შესრულებული ეს ნაწილი, ასე რომ თქვენს მოემზადეთ იმისათვის, რომ მე არ ვიცი ახლა მკითხველი როგორ განიცდის, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასე განვიცადე. როდესაც ვწერდი ამას ათეული წლების წინ, მაშ ასე მეხუთე ნაწილი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში უცვლელი იყო სურათი ამ უზარმაზარ ოთახში. ისეთი სიჩუმე მოეცვა იქაურობას, რომ ფეხზე მდგომი ადამიანების შესწორებასაც არ გამოუწევია მისი ოდნავი დარღვევაც კი. მხოლოდ მარიამის მხრიდან პერიოდულად მოისმოდა უმნიშვნელო ხმა, როდესაც ის რკინის საწოლზე მწოლიარე შვილს კერძზე გადაუსვავდა ხოლმე ხელს. რაღაც დროის შემდეგ მთავარმა პათანატომმა, რომელიც კონსტანტინეს გვერდით იდგა, ჩუმად გადაულაპარაკა. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, თქვენ მხოლოდ ტანისამოსი გამოგვიგზავნეთ. გადმოცვენებასაც ჩვენს თავზე ვიღებთ. კონსტანტინემ თვალები მოხუჭა და თავისთვის ჩაილაპარაკა. გასაგებია. შემდეგ მეუღლესთან მივიდა და დაბალ ხმაზე უთხრა ექიმის ნათქვამი. მარიამმა ერთი ხელით შეუმჩნევლად გამოიმშრალა თვალები ისე, რომ მეორე ხელი შვილის მკერდისთვის არ მოუცილებია, რომ მეუღლეს ჩვეულებრივი ხმით მიმართა. შენ და გიგა წადით და მოაწესრიგეთ იქაურობა. მე ჩემ შვილთან ერთად წამოვალ. ტანსაცმელი ვინმეს გამოატანე, უთხრა ისე, რომ მისკენ არ მიბრუნებულა. მანქანაში მსხდომ კონსტანტინეს და გიგას სახლამდე ხმა არ გაუღიათ. დახოცილებივით შევიდნენ ცარიელ სახლში და პირველი, რაც კონსტანტინემ მოიმოქმედა, ის იყო, რომ თავის ერთ ახლობელს დაურეკა და სასწრაფოდ მიცვალებულის სასახლის პრობლემის მოგვარებას თხოვა. შემდეგ ლუკას ტანსაცმლის მოძებნას შეუდგა, მაგრამ მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ სათანადოდ ვეღარ აზროვნებდა. თავს ძლივს იმაგრებდა, ხშირად შერდებოდა და სახეზე ხელს იფარებდა. გიგაც ეხმარებოდა, მაგრამ ისიც არანაკლებ იყო განადგურებული, როგორც იქნა ლუკასთვის ტანსაცმელი მოიძიეს, რომელიც არც თუ ისე ბევრი საძებარი ჰქონდათ სიმცირისა გამო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან გაუჭირდათ და გაუგრძელდათ. ერთ ჩანთაში შეუჩერებელი ცრემლების ფონზე გიგამ ფრთხილად ჩაალაგა ყველაფერი და დაბლა მომლოდინე მძღოლს ჩაუტანა. მისი ამოსვლა იყო და პირველი, რაც მათ მოიმოქმედეს, მისაღებ ოთახში დიდი მაგიდა დაშალეს და სამზარეულოში გაიტანეს, რომლის ადგილზე ერთი ძველი ტახტი დადგეს და ზედ გადასაფარებელი გადააფინეს. შემოსასვლელიდან დაწყებული ისე განალაგეს ყველაფერი, ხალხს მოძრაობაში ხელი რომ არ შეშლოდა ამ საქმეს რომ მორჩნენ და კიდევ ერთხელ მოათვალიერეს იქაურობა, კონსტანტინეს სახიდან წამოსული მზერა, მისაღები ოთახის შუაგულში მდგარ ლუკას დასასვენებელ ტახტზე შეჩერდა. ცოტა ხანს ასე იყო თითქოს გაშეშებული. იქნებ ლუკას უკანასკნელ ამოხედვას იხსენებდა მამა კიბეზე ჩარბენისას რომ გაჩერდა და
ამოიხედა. სახის ნაკვთები შეუმჩნევლად აუთამაშდა კონსტანტინეს, რომლის გამოკვეთილი ასახვაც უეცრად აკანკალებულ ნიკაპზე აისახა, რამაც თავის მხრივ თვალში მოწოლილი ცრემლით გამოხატა მშობლის ჩაფუფკული გულის მუშაობის შედეგი. კონსტანტინე სუსტი მამაკაცი არ იყო, ამიტომ შეძლების დაგვარად თავი შეიმაგრა, ოთახიდან გასასვლელად დაიძრა და გიგაც იხმო. ისინი ლუკას საძინებელს მიუახლოვდნენ და შიგნით შევიდნენ. შესვლისთანავე მშობელი იმ პატარა გასაშლელ საწოლთან შეჩერდა, რომელშიც ბოლო ხანებში მის შვილს ეძინა. 2-3 წუთი მაინც დასცქეროდა მამა-შვილის საძინებელ ადგილს, რომ ამ დროს, როგორც იქნა ამოთქვა, ეს საწოლი ავშალოთ და აივანზე გავიტანოთ. მაგიდა აქეთ ჩამოუწიოთ, რომ მეტი სივრცე იყოს შემოსასვლელში. შენ დღისით ამ ოთახს ხალხის მისაღებად გამოიყენებ, ხოლო ღამით დასაძინებლად. ეს თქვა და ცოტა ხნით კიდევ შეყოვნდა. შემდეგ თითქოს კვლავ მოიკრიბა ძალა და საწოლს დასწვდა ასაშლელად, რაშიც გიგაც მიეხმარა და საწოლი აივანზე გაიტანეს. ერთი ის იყო, რომ ლუკას საწოლის აშლის დროს ძალა გამოცდილ გიგას ღაპაღუპით სდიოდა თვალებიდან ცრემლი და ცდილობდა კონსტანტინეს არ შეემჩნია, რასაც თავის მხრივ მაინც ამჩნევდა მისი უფროსი მეგობარი. ამ საქმეს რომ მორჩნენ, კონსტანტინე გიგას მიუბრუნდა. ტრადიცია არის ტრადიცია, რომელსაც ვერ დაარღვევ, თქვა და პატარა პაუზის შემდეგ განაგრძო. მე თუ მკითხავ ჭირისუფალი ამაზე, საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს და განსაკუთრებით დღეს, მაგრამ ხვალ და ზეგ უკვე გვიანი იქნება და ყველაფერი აირევა. ყველაფერი წესის მიხედვით უნდა წარიმართოს. მიმძიმს ამაზე საუბარი და სიკვდილია ჩემთვის ახლა ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლოს ეს მაინც ჩვენი გადასაწყვეტი გახდება. გიგას ჯერ კიდევ სდიოდა ცრემლი, რომ კონსტანტინემ რამდენიმე წამს უჩუმრად უყურა და განაგრძო. შენ უნდა აიღო საკუთარ თავზე ყველაფერი, ჩემო პატარა მეგობარო. შეიძლება გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ როგორმე უნდა შეძლო, ხალხი მოვა. ძალიან ბევრი ხალხი. ამ ოთახს დღისით ამ საქმისთვის გამოიყენებ და რვეულში აღნიშნავ ყველაფერს. ღამით დაიძინებ, მეორე დღეს ენერგია რომ მქონდეს. რაიმე თუ გაუგებარი იქნება შენთვის, ჩემ ძმას უთხარი და გაგარკვევს. მეც ვეღარაფერს გეტყვი, არაფრის თავი აღარ მაქვს. შენი იმედი მექნება, წარმოთქვა კონსტანტინემ და ორი თვალცრემლიანი მამაკაცი ერთმანეთს გადაეხვია, რომელთა გონებაც ლუკასგან გამოწვეულ მწუხარებას მოეცვა და ამ აუცილებელ ტექნიკურ საკითხზე საუბარი მექანიკურ ხასიათს უფრო ატარებდა. ისიც არ ვიცი, რატომ გავალებ შენ ამ ყველაფრის გაძღოლას, მაგრამ ვხედავდი, რომ ლუკა ყველაზე ახლოს შენთან იყო. არ მომჩვენებია, ასე იყო. თავისთვის ჩაილაპარაკა კონსტანტინემ და ოთახიდან გავიდა. ლუკას სანამ მოასვენებდნენ, მანამდე დაიწყეს ადამიანებმა მოსვლა და როდესაც მოასვენეს არც სადარბაზოში და არც სახლში, ნემსი არ ჩავარდებაო, რომ იტყვიან იმდენი ხალხი იყო თავმოყრილი, გოდება და ტირილი ისმოდა ყველგან. ლუკა კი იწვა სამუდამო განსასვენებელ სასახლეში. თითქოს თავის ყოველდღიურ ტანსაცმელზე ცოტა უკეთესი სამოსელით, მაგრამ ღარიბად დაბადებული, იმ ქვეყნადაც მოკრძალებული ფორმით მიდიოდა. გაივლის წლები და სწორედ მისგან დაწესებული საკუთარი ცხოვრების ასეთი წესი, მისი სულიერი უბრალოების წარმოჩენის საფუძველი გახდება. დიახ, ის ჩაცმულობა იქნება
პირველი მიზეზი იმისა, რომელიც წინა პლანზე წამოსწევს ლუკას სიყვარულით გამთბარ გულს, რაც თავის მხრივ საუკუნეების განმავლობაში ღარიბი ბავშვებისა და ყმაწვილების დუხჭირი ცხოვრების შემსუბუქების წყაროდ იქცევა. ეს ყველაფერი მოახერხა იმ პატარა ბიჭმა, რომელიც ახლა უძრავად იწვადა საუკუნო განსასვენებელში მიმავალს, საგზლად მხოლოდ თავისი სიყვარული მიჰქონდა. კონსტანტინეს მითითებით მას მთლიანად გადააფარეს სუდარა, რათა ასეთი სახით ის არავის ეხილა. გიგამ უკანასკნელად შეავლო თვალი ადამიანს, რომლის სულიერ მესაიდუმლედაც იქცა იმ ოთახში, საითაც ახლა სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა იმიტომ, რომ სხვის შეუმჩნევლად ერთხელ კიდევ დაეღვარა ცრემლი. ეს არის მიცვალებულთან გამოსათხოვარი ერთადერთი გზა, რომელიც განგებამ სიკვდილის წინაშე უძლურებისა და უსუსურობის გამოხატულებად უნარის სახით მისცა ადამიანებს. 10 წუთი მაინც ებრძოდა გიგა ცრემლის შეჩერებას და როდესაც მიეცა მის გონებას ამის გააზრების საშუალება, რომ კონსტანტინეს გვერდით მყოფი სჭირდებოდა. მისი სახით თვალები საბოლოოდ გამოიმშრალა, თავი შეიმაგრა და ოთახიდან გავიდა. მოზღვავებული ხალხის ნაკადში ძლივს გაიკვლია გზა და შვილის ცხედართან მდგარ ოჯახის უფროსს ამოუდგა გვერდით. მომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა. კონსტანტინე კი იდგა მდუმარედ და ლუკას შესივებულ თავზე გადაფარებულ სუდარას თვალგაშტერებით დასცქეროდა. გიგას გარდა არავინ იცოდა, რას ფიქრობდა იმ დროს მამა, რომლის დამწუხრებულ სახეს შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებად აღიქვამდა ყველა, არადა ეს იყო სინანული, რომელიც მწუხარებაზე გაცილებით მეტად არყევს ადამიანის სულს. იქვე, წიგნების კარადის წინ ჩამწკრივებულ ერთ-ერთ სკამზე, ნათესავების და მეგობრების გარემოცვაში იჯდა მარიამი, რომელიც შვილის ცხედარს უკვე მერამდენე დათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე. მას თვალში ცრემლი გაშრობოდა და მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ალბათ შვილის ბავშვობას მიუყვებოდა, რომელიც დროდადრო თვალში სისველეთ მოაწვებოდა ხოლმე. ხალხი ხმაურიანი ტირილით გამოხატავდა ლუკას გარდაცვალებას. ამის შემხედვარეს მარიამს ხანმოკლე ჩუმი ქვითინი აუვარდა და საკმაოდ ჩუმად ჩაილაპარაკა. რამდენ სყვარებია თურმე ჩემი შვილი. მოსაღამოვდა და ხალხი ცოტა შეთხელდა. იმის გამო, რომ კონსტანტინემ გიგას დაავალა ყველაფრის ორგანიზება, ისიც ზედმიწევნით აკონტროლებდა ყველა საჭირო საკითხს, რომლის გაკეთებასაც ასეთ დროს აუცილებელი საჭიროება მოითხოვდა. მასიური ტირილი რომ მინაულდა, გიგამ დაინახა, რომ არ შესული მისაღებ ოთახში, სადაც ლუკა ესვენა, სადღაც კუთხეში მიმდგარიყო ერთი პატარა გოგონა და ჩუმად ქვითინებდა. ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ იმ ადგილას რამდენჯერმე გავლილ გიგას თვალთა ხედვიდან არ გამოჰპარვია. ხალხი კიდევ უფრო რომ შეცოტავდა, ეს გოგონა ადგილიდან მაინც არ იძროდა და აგრძელებდა ქვითინს. კორიდორში მორიგი გავლისას მან ეს სცენა კვლავ უცვლელად რომ დააფიქსირა, პირდაპირ მიეჭრა და ჰკითხა: უკაცრავად გენაცვალე? ნათესავი რომ იყო, ალბათ მეცნობებოდი. მაპატიე, მაგრამ ამ ოჯახის ახლობელი ხარ? უთხრა და დაელოდა მისგან პასუხს. გოგონა ჯერ შეეცადა, რომ ქვითინი შეეწყვიტა და თავი მოემაგრებინა. შემდეგ თვალები გამოიმშრალა და თავდახრილმა არც თუ ისე გამართულად ამოთქვა: არა, ოჯახის ახლობელი არ ვარ. ლუკას კლასელი და უბნელი ვარ. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მე ნინო მქვია, თქვენ კი ალბათ გიგა ხართ. საიდან იცი ჩემი სახელი? გაკვირვებით კითხა კვლავ თავდახრილ გოგონას გიგამ.
ლუკამ მითხრა თქვენ შესახებ, წარმოთქვა ცოტა გამართულად და ოდნავ თავიც წამოსწია. ხედავ რომ განსაკუთრებულად მძიმედ განიცდი მეგობრის გარდაცვალებას. ლუკა მარტო მეგობარი არ იყო, ის განსხვავებული იყო ყველასაგან და ვფიქრობ რომ მისთან ადამიანს ვეღარასოდეს შევხვდები. ძალიან დიდი ხანია ფეხზე მდგომარეს გხედავ, უთხრა შეწუხებული სახით გიგამ. დაიღლებოდი, წამოდი, ლუკას ოთახში დავждეთ და ისვენებდა თან ვისაუბრებთ კიდეც. გოგონას არაფერი უპასუხია, მოღვენთილი და წელში აბუზული გაჰყვა უკან ახალ გაცნობილ ადამიანს. ოთახში რომ შევიდნენ და მაგიდის აქეთ-იქით ჩამოსხდნენ, გიგამ კარი ნახევარზე მეტად მიხურა, რადგან სამზარეულოში რამდენიმე ადამიანი იჯდა და საუბრობდა. ჰო, ნინო, ლუკას გამორჩეულობაზე ვსაუბრობდით, შეახსენა გიგამ. კი, ამოიოხრა ნინომ და განაგრძო. ლუკა თავისი ხასიათით და ქმედებით რადიკალურად განსხვავდებოდა ყველასაგან. და ეს რაში მდგომარეობდა და ამას რაში ხედავდი ნინო? მოგრძალებით ჩაეჭრა გიგა. ყველაფერში. აგრძელებდა გოგონა და პერიოდულად თვალებს იმშრალებდა, საიდანაც განუწყვეტლივს დიოდა ცრემლი. ჩვენი კლასელების უმრავლესობა მართალია ინტელიგენტი ოჯახებიდან ვიყავით, მაგრამ ფინანსურად შეჭირვებულ ფენას წარმოადგენდით. ახლა უარესი დღე დაგვიდგა ყველას. რადგან პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ბიჭებმა ამარეულ დროში რაღაცით უშველეს თავს, მაგრამ გოგონებს რა უნდა გვექნა? ვერ ვიტყვი რომ სხვა ჩვენი კლასელი ბიჭებისგან უყურადღებოთ ვიყავით მიწვევებული გოგონები, მაგრამ იმას, რასაც ლუკა აკეთებდა ჩვენს მიმართ, არ ვიცი თუ ვინმეს შეუძლია ამის ქმნა. ასეც რას აკეთებდა, რომ ასე გამოარჩევ მის ქმედებას? იკითხა ინტერესით გიგამ. გეტყვით. ჩაილაპარაკა ნინომ და კიდევ ერთხელ გამოიმშრალა ცრემლიანი თვალები. ღამე იცოდა შემოვლა. ყველას მოგვინახულებდა. ხან მოტოციკლით დადიოდა და ხან ფეხით. სახლში რომ შეგეპატიჟებინა, მაინც არ შემოვიდოდა. სხვებთანაც ხომ უნდა მოვასწრო მისვლაო, იტყოდა ხოლმე. ოჯახებს მიხედეთ და ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი, რომ ისედაც ლამაზები კარგად გამოიყურებოდეთო. ფულს ჩამოგვირიგებდა ყველას და არ ვიცი რა ბედნიერებას ხედავდა ამაში. თვითონ კი მოძველებული და უბრალო ტანსაცმლით დადიოდა. რამდენჯერმე შევიკრიბეთ კლასელები და თვალშიცაცემი იყო მისი მოქმედება. არაფერს ჭამდა. ოდნავ თუ რაღაცას გადაიღებდა თეფშზე, იმასაც ნახევარს ტოვებდა. სასმელს საერთოდ არ სვამდა და არც ეწეოდა. ერთხელ ძალიან გვიან მოვიდა. 2 საათი იქნებოდა ღამის. ეზოში ჩავედი და როდესაც ფული გამომიწოდა, ვერ მოვითმინე და ვუთხარი კი, მაგრამ ყველაზე რომ ასე ზრუნავ. შენ რატომ დადიხარ ასე ჩაცმული მეთქი? შენი მეგობრები საუკეთესოდ გამოიყურებიან და შენც ხომ შეგიძლია იგივენაირად იცხოვრო თქო? რამდენიმე წამს ძალიან სერიოზული თვალით მიყურა. შემდეგ გამიღიმა, მომეხვია, მაკოცა და ასე მიპასუხა. ჩემო ძვირფასო დაიკო, ქალაქში ხომ დადიხარ და ალბათ ხედავ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ჩემნაირად დადის ჩაცმული, ხო და არ მსურს უმცირესობის წევრი ვიყო. აბა, კარგად იყავი და მაპატიე რომ ამ შუა ღამისას გაგაღვიძე. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. იმ ღამით ძილი არ მომკარებია. ძალიან ბევრი ვიფიქრე მის სიტყვებზე. მაშინაც და მის მერეც. მართალი გითხრათ, ვერ ჩავწვდი მისი სიტყვების არსს. ახლა როდესაც ლუკას გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, პირველი რაც გამახსენდა, ჩვენი ბოლო შეხვედრა და ის საუბარი იყო. ნინოს ტირილი უფრო მეტად მოეძალა და როდესაც შეძლო საუბრის გასაგრძელებლად ძალის მოკრება, განაგრძო. მისი გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რა იგულისხმა მაშინდელ ნათქვამში და რას ნიშნავდა მისი ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი.
რას, ნინო? კითხა ზედმეტი ყურადღებით მასზე მიჩერებულმა გიგამ. ის თავისი უბრალო ჩაცმულობით სოლიდარობას უცხადებდა გაჭირვებულ ახალგაზრდებს. გიგამ თავი დაღუნა და გაიფიქრა. საჭმლის არჭამით კი მშიერდა უპატრონო ბავშვებს. უკვე გვიანია და წავალ. ფეხზე წამოდგა ნინო. ძალა არ მეყოფა. მიცვალებული ლუკას გვერდით დიდი ხნით დგომისა. ნეტავი შემეძლოს, დაკრძალვამდე გვერდიდან არ მოუცილდებოდი, მაგრამ ტირილს ვერ ვიკავებ და ეს სადღაც წამართმევს გონებას. ამას გრძნობ და არ მინდა უხერხულობა შევქმნა. წავალ და ჩემთვის ვიფიქრებ ადამიანზე, რომელიც სწორედ რომ ადამიანურობის უმაღლეს მწვერვალზე იდგა. ამას რო ვამბობ, მე მხოლოდ მის უკეთილშობილეს გულს არ ვგულისხმობ. მისი სულის ერთ-ერთი დამახასიათებელი გაუგონარი სიმამაცე იყო, რაც მამაკაცის შინაგან ხასიათს მთლიანად წარმოაჩენს. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მას არავისი და არაფრის არ ეშინოდა. პირიქით, როდესაც დედაქალაქის მთელი მოსახლეობა დაბინდებისას სახლებში იკეტებოდა, რადგან გარეთ მხოლოდ ყაჩაღები და მკვლელები დაძრწოდნენ, ის ქალაქის მივარდნილ ქუჩებში უშიშრად დადიოდა და მადლის ქმნაში ბედნიერებას ეძებდა. არ ვიცი, რა ძალას ფლობდა ასეც, მაგრამ მთელ ქალაქს ეშინოდა მისი. ღამით უყვარდა სიარული. ამიტომ გასასვლელად გაემზადა ნინო და კარი გამოხსნა. ჩემს მეხსიერებაში ის დარჩება როგორც ღამის კეთილშობილი განგსტერი. გიგამ კიბეებამდე გააცილა ლუკას მეგობარი გოგონა და ემშვიდობა და კვლავ იმ ოთახს დაუბრუნდა, სადაც კარი მთლიანად მიხურა. სკამზე უღონოდ დაეშვა. ერთი ხელი მაგიდაზე ჩამოდო და ფიქრს მისცა თავი. ინტერნატიდან რა გამომყვა? იქნება არც ღირს ამაზე ლაპარაკი. ეს სიტყვები ჩაესმა გიგას და გაახსენდა ამის თქმის შემდეგ ლუკამ როგორ იბრუნა კედლისაკენ პირი ცილის მომიზეზებით. მე შენ გითხარი რა გამომყვა ინტერნატიდან? ძალიან დაბალ ხმაზე დაიწყო ლაპარაკი გიგამ. გითხარი ის თუ როგორ მიჭირდა ჭამა, როდესაც სუფრასთან დავждდებოდი. მიუხედავად ამისა, ისე თუ ასე სუფრას ბოლომდე მიუყვებოდი და ზოგჯერ ღვინო საპირწონე მოწინააღმდეგე დევლინებოდა ჩემში ამ გრძნობას. მე ვთქვი ის, რაც შეიძლებოდა რომ არ მეთქვა. თანაც დავაყოლე ისიც, რომ ეს ყველაფერი ტანჯვას მგვრიდა. შენ კი ამაზე 1000-ჯერ მეტი სატანჯველი გამოყოლია იქიდან და არ თქვი. მეტიც, იმ სატანჯველის კომპენსაციას შენი ყოველდღიური ქმედებით ახდენდი. უფრო მეტად თუ ჩაუღრმავდებით, შენგან დადგენილი ცხოვრების წესი სოლიდარობის უმაღლესი გამოხატულება იყო ღარიბი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ, რაც შენი სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში თავადვე გეხმარებოდა. შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამაში ღაპოვებდი ბედნიერებას და როგორც იმ გოგონამ თქვა, ეს არის ადამიანურობის მწვერვალი, რომელსაც შენ 20 წლის ასაკში მიაღწიე. გიგამ ცრემლიანი თვალები კვლავ გამოიმშრალა და სიტყვა ასე დაასრულა. თურმე რა დიდი ყოფილიყარ და ჩემთვის რა ძნელია, რომ ამას მხოლოდ შენი გარდაცვალების შემდეგ ვხედავ. მომავალში შენი ყოველი გახსენებისას ეს იქნება ძალიან ხშირად, წუხარებასთან ერთად. რაღაც დოზით შვებას ერთი რამ მაინც მომცემს. ნაწილობრივ შენი სულის მესაიდუმლე რომ ვიყავი და მე მეუბნებოდი იმას, რასაც გჯეროდა რომ სხვები ვერ გაგიგებდნენ. გიგა ფიქრებიდან გამოერკვა და ოთახი მოათვალიერა.
გაახსენდა ის დღე, როცა პირველად ნახა ლუკა. ისიც წარმოიდგინა ლოგინები რომ გადაადგილეს და ის მოუხეშაო პატარა საწოლზე რომ დაწვა და თავისი რბილი საწოლი მას დაუთმო. პატარა საწოლი იქ აღარ იდგა და გიგამაც იმ საწოლს გახედა, რომელიც ოთახში იყო დარჩენილი. ის შენ გეკუთვნის და მე იქ ვეღარასოდეს დავწვევი. ჩაილაპარაკა, თვალები გამოიმშრალა და ოთახიდან გავიდა. მადლობა ყველას, ვინც მომისმინეთ და ჩემთან ერთად განიცადეთ ეს ყველაფერი. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერებას გისურვებთ ყველას. ღმერთმა აგაცილოთ ყველას ცუდი და მოგცეთ ყველას სიკეთე. დიდი მადლობა.